ავღანეთში წარმოებული 6 წლიანი ომის შესახებ ვებგვერდ WikiLeaks-ზე გამოქვეყნებული 90,000 საიდუმლო დოკუმენტის გამოჩენამ მტერთან ომის დეტალებით დაწყებული უპირველესი მეამბოხეების პირადი ინფორმაციით დასრულებული სამხედრო სექტორს შოკი მოგვარა. ჟურნალისტი ერიკ შმიტი ერთ-ერთი იყო, რომელიც დოკუმენტებს გაზეთ New York Times-ში გამოსაქვეყნებლად სწავლობდა. ყველაზე შემაშფოთებელი პაკისტანის დაზვერვის სამსახურთან ავღანელი თალიბების თანამშრომლობის ფაქტია. მეამბოხეთა ეს ჯგუფი ამერიკელი და კოალიციური ჯარებისთვის აფეთქებებს გეგმავს. ზოგიერთი ექსპერტი წარმოდგენილ დოკუმენტაციას ხმელეთზე შეგროვებულ მასალას უწოდებს მშრალ, ყოველდღიურ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც ავღანეთში მეომარი ჯარისკაცებისა და მეთაურებისგან არის შეკრებილი. WikiLeaks-ის დამაარსებელი ჯულიარდ ასანჟი საკუთარ ვებგვერდს იცავს და ამბობს, რომ ბევრი დოკუმენტი სიცხადეს ფერს ომში მომხდარ დანაშაულებს. სიკვდილის ბევრი ფაქტი ხშირად ყოველდღიური უბედურებების შედეგია და არა დიდი ინციდენტის. დოკუმენტებში კი ნათქვამია, რომ სიკვდილს მძლავრი ტერორისტული აქტები იწვევს. თეთრ სახლში გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტეს არ ადასტურებენ, თუმცა პრესსამსახურის უფროსმა რობერტ გიბსმა დაგმო WikiLeaks-ის მიერ ინფორმაციის გამოქვეყნების ფაქტი და აღნიშნა, რომ ის კოალიციური ჯარების უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ფიქრობ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ეს შემაშფოთებელი ელემენტია ოპერაციულ უსაფრთხოებაში და როგორც მანამდე აღვნიშნეთ, ეს დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანებს, რომლებიც უსაფრთხოების დაცვაზე ყოველდღიურად მუშაობენ. ავღანეთის პრეზიდენტი მედია ინფორმაციის თანახმად შოკირებული დარჩა ამ რაოდენობის დოკუმენტების გამოქვეყნებით, მაგრამ როგორც მისმა პრესსპიკერმა აღნიშნა, ახალი მისთვის არაფერი ყოფილა. პრეზიდენტის პირველი რეპლიკა ის იყო, რომ ინფორმაცია ახალი არ არის და ეს საკითხები ბევრჯერ გამხდარა პარტნიორებთან გარჩევის საგანი. ეს ფაქტი ყურადღების მეტად კონცენტრირებას მოახდენს. პაკისტანის მთავრობა უარყოფს ინფორმაციას დაზვერვის სამსახურის ავღანელ მეამბოხეებთან კავშირის შესახებ და ამბობს, რომ დოკუმენტების სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი გაჟონვა ამერიკის სამხედრო ისტორიაში იმ დროს ემთხვევა, როდესაც ამერიკელები სულ უფრო და უფრო დიდ იმედგაცრუებას გამოხატავენ ავღანეთში 9 წლიანი ომის ჰუმანიტარულ და მატერიალურ დანაკარგებზე. ირინა ცერცვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.